ანტიკურობაში ჩნდება პირველად გაგება კოსმოსისა და თვითონ ეს კოსმოსი ბერძნული სიტყვაა, ხო და ნიშნავს სიტყვით სამკაულს და ძველი ქართველი მოაზროვნეები მას თარგმნიდნენ როგორც აღმკულს. ანუ ბერძენი ადამიანი თავის გარემოს დააკვირდა, სამყაროს დააკვირდა და შენიშნა, რომ აქ ყველაფერი ალალ-ბედზე მიშვებული არ არის. არც გაურკვეველი და არეულ-დარეული, არამედ გამეფებულა რაღაცა წესრიგი. წესრიგს რაც შეეხება, როგორც თქვენ ახსენეთ, ის არის ობიექტური ხასიათის და უფრო მეცაც ვეტყვი. მათი გაგებით ეს წესრიგი იყო ღვთაებრივი წარმომავლობის და მიზანს წარმოადგენდა ამ ქვეყნად იქნებოდა ეს პოლიტიკური წყობა, იქნებოდა ეს თვითონ ადამიანის შინაგანი კონსტიტუცია თუ არქიტექტურა, შენობების აგება, გაემეორებინათ ის კოსმიური წესრიგი. და ასე ვიტყოდი მე, რომ წესიერი ადამიანი, რომელიც ცხოვრობს კოსმიური პრინციპებით, აგებს ასევე წესიერ შენობას და წესიერი შენობა რას გულისხმობს? შენობას, რომელიც დაფუძნებული იქნება გარკვეულ პრინციპებზე და ერთ-ერთი მთავარი პრინციპი იმ პერიოდში, რაც შეიქმნა, ასე ვთქვა და რაც სრულყოფილებას განასახიერებს, იყო სწორედ პრინციპი ოქროს კვეთისა. და აი უფრო მეტიც ჩემი სულა რომ გავაგრძელო, ეს თავის მხრივ წესრიგი ხო არის არსებითად რიცხობრივი და მათემატიკური ბუნების, რაც ნიშნავს, რომ პროპორციებს ემყარება. მაგრამ ეს პროპორცია, რიცხვი და მათემატიკა იმათვის არ იყო მშრალი, ცარიელი და რაღაცნაირი რიგიდული და მკაცრი. არამედ ეს იყო განსულიერებული ცოცხალი, სავსე და მშვენიერი სამოსელი ჩემოსილი. უფრო მეტიც თავად მშვენიერება. და ამიტომაც ის ძველი ადამიანი, პლატონი იქნებოდა თუ სხვა ბერძენი ადამიანი, მთელი სამყაროს მიმართ და სამყაროსეული წესრიგის მიმართ განიცდიდა რაღაც სასიყვარულო ვნების მსგავს. და ის ადამიანი, რომელიც ბაძავს და გადმოაქვს თავის ცხოვრებაში ეს წესრიგი კოსმიური, იქნება არქიტექტურა თუ მისი რაღაცა კონკრეტული პირადი ცხოვრება, თავის თავს როგორც რესურს კი არ იყენებს და მოიხმარს, არც მხოლოდ შენობას იყენებს და მოიხმარს, არამედ მის და მიაქვს ფრთხილი, ზრუნვიცავსე დამოკიდებულება და მოხმარებასთან ერთად შეყვარებულია მასზე. და დღესაც აი პრობლემას ასე ვიტყოდი. ჩვენ ფუნქციონალური თვალსაზრისით ძალიან კარგი შენობები და სივრცეები გვაქვს, მაგრამ ჩნდება კითხვა, მოგწონს კი და შეყვარებული ვართ ამ შენობებზე?